მაღალი ტექნოლოგიების საინჟინრო კლინიკის ქირურგიული განყოფილების უროლოგიის სექტორში დღევანდელ დღეს შესაძლებელია თანამედროვე უროლოგიის ყველა მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის მეთოდების ჩატარება. ამბულატორიულად ჩვენ აღსრულებული ვართ დღევანდელი დღისთვის თანამედროვე აპარატურით, რაც გულისხმობს დაწყებული რუტინული ცისტოსკოპიიდან, ურეთროსკოპიიდან, გაგრძელებული ურეთეროსკოპიით და საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიულადაც კი შარდსაწვდის კათეტერიზაციის, სტენდირების სხვადასხვა მეთოდებით. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკას გააჩნია ფართო მიღების ურგენტული მიღება, რომლის დროსაც ესე იგი ფაქტიურად მუშაობს მთელი ესე იგი ურგენტული უროლოგიის მთლიანი პროგრამა. ხოლო რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, ეს არის დაწყებული მარტივი ცისტოსკოპით დამთავრებული ურთულესი ონკოუროლოგიური ოპერაციებით. კერძოდ, შექმნილია ფართო სექტორი ონკოუროლოგიის, სადაც შესაძლებელია შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს მოხდეს შარდის დერივაციის დღევანდელი თანამედროვე მეთოდების გამოყენება, ცის პროსტატექტომიით და სხვადასხვა სახის შარდის დერივაციები შარდის ბუშტის რეზერვუარიდან დამთავრებული მასი კანზე დერივაციით. ასევე პროსტატის კიბოს დროს გამოყენებს რადიკალური მკურნალობა, როგორც არის რადიკალური პროსტატიტი, როგორც ღია წესით, ასევე სუმალებ გეგმავთ ლაპარასკოპული წესით დაიგეგმოს ჩვენს კლინიკაში. ამავე დროს კლინიკას გააჩნია ესე დღევანდელ დღეს ბრახი თერაპიის, ანუ კიური თერაპიის საშუალება, რომელთაც ხდება პროსტატაში იმპლანტების შეყვანა, შესაბამისად ამ პროსტატის კიბოს რადიკალური მკურნალობა. ამაზე კიდევ ვიტყვით, რომ სხიური თერაპია, დისტანციური სხიური თერაპია ელექტრონული ამაჩქარებლებით პროსტატის კიბოს რადიკალური პროგრამით. რაც შეეხება სხვადასხვა უროლოგიის სხვა დარგებს, ასე აღსანიშნავია, ჩვენთან შესაძლებელია კონსულტაცია გაიაროს უნაყოფობის დარგში სხვადასხვა წყვილმა, მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა, მათი გამომწვევი მიზეზების და შესაძლოა დაინერგოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ხოლო რაც შეეხება ერექციის ფუნქციის დარღვევებს, მათ მიზეზებს, ასევე შესაძლებელია სრული კონსულტაციის გავლა. ერთი სიტყვით დღევანდელ დღეს ჩვენს განყოფილებაში შესაძლებელია თანამედროვე უროლოგიის ყველა სახის ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული თუ ღია წესით ოპერაციების ჩატარება.